გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. გუშინ დავდე ვიდეო იმაზე თუ რამხელა ატომური ბომბების სინამდვილეში და ძალიან მოგეწონათ. სტანდარტულ ჩემ ვიდეოებთან შედარებით ბევრი ნახვა აქვს. და ძალიან მიხარია რომ mindblow ვიდეოები გევასებათ. მე ხომ მევასება ისედაც mindblow თემები და რო ხედავ რომ თქვენს გევასებათ, მე კიდე უფრო მევასება. მაგრამ ამდენი აფეთქებების შემდეგ ახლა ცოტა უნდა ვიჩილავთ. Send him 2-3 years Dagestan and forget. Მახაც ეს საუბარი ძველია, ალბათ 1-2 წლის იქნება და ახლა გაიმიმა ძალიან მთელ სოფლიოში. თუ გინდა რომ ჭიდაობა ასწავლო შენ შვილს, გაგზავნე 2-3 წელი დაღესტანში და დაივიწყო. და შეიძლება ექვსში ერთხელ დაურეგო. 1.6 months. Balenciaga's ახალი ფეხსაცმელები, Zero Shoes. სხვა ფერიც ყოფილა. მე ხო ფიქრობ ამ ფეხსაცმელზე და თავიდან ხო გამეცინა, რომ შევხედე. მაგრამ ახლა რომ რაც უფრო ვაკვირდები, იმითო უფრო ხვდები, რა მაგარია. ძალიან დახვეწილია. ადრე რა იყო საქართველოში მოდაში რაღაცა ლორჯი ჩუსტები ერთიანი ჩამოსხმული რო იყო, თითქოს მაგის განვითარებული ვერსიაა. ყველაზე ძლიერი სუნამო. მეზონქრეველი სუდმარკუია. ყველაზე კომპლიმენტური სუნამო. პარფუმზე მარლის ალტაერი. კომპლიმენტებს ველოდები, მეგობრებო, შეგიძლიათ ლაიქების სახით გამოხატოთ კომპლიმენტები. Send him 2-3 years Dagestan and forget. 1.6 months. UFC-ს ფანები ვინც ხართ, ამ მიმს ყველა მიხვდებოდით, მაგრამ ჩემი აზრით ეს მიმი უკვე გაცდა ყველანაირ საზღვარს და უკვე ყველასთვის ცნობილია. UFC-ზე გამახსენდა რომ ჩემი არხის სპონსორია სეტანტა. მაფიას თამაშობდა ვიღაც ამ მოძრაობებს აკეთებს. მაგარი ვიდეო იყო, გაასწორდა. ოსაური მოძრაობები გამიგეთებია. რომელი იყო, იცით, მაფიის ისტორიაში ყველაზე მაგარი თამაში, რომელსაც 26,000 ადამიანი უყურებდა ლაივში, 26,000 ადამიანი. ყველანაირი რეკორდი მოხსნა და დღემდე ყველაზე მეტი ნახვა აქვს. არ გაყიდო შენი სახლი იმისთვის, რომ დაიძინო ერთი ღამე სასტუმროში. რაც უნდა ნიშნავდეს ეს? მიყიდის სახლს იმისთვის, რომ ერთი ღამე დარჩეს სასტუმროში. ერთი ღამესთვის არ დაკარგო ის, ვისაც მთელი ცხოვრება ეყვარები. ვაუ, აი თორმე რაში ყოფილა საქმე. სახლი დააგირავე და სასტუმროში იცხოვრე. არ დაკარგო მთვარე ვარსკვლავების თვალიერებაში. უკეთესის ძებნაში საუკეთესო არ უნდა დაკარგო. იშრომე რომ დაიძინო შენ სახლში, აბა რა. ვინც ერთი ღამესთვის სასტუმროში გაყიდის სახლს, just send him to Dagestan 2 or 3 years and forget 1.6 months. Oh my god, რაღაცნაირად მეძინება და ცოტა ცნაურად ვარ, მაგრამ არა უშავს, როცა მეძინება მაშინაც იუტუბერია. და შემიძლია ვიდეო გადავიხო. ჩემი ჭიქასადა. I don't know. 62 წლის ბებო ხდება თოლში. Rami არ იტკინო, აღო. Давай, მიდიო. რა თოლია? Ვაი. ჯიგარი ბებოა გაასწორდა. ყველაფერზე ცუდ კომენტარებს წერთ. მოგეთ ამ TikTok-ზე სულ კომენტარებია, მაინც. რამ გაგიჟე ამ სიბერეში. გაუხარ ადამიანს თოვლი და რა იყო? რატოა გაგიჟებული? Kims. ის ამხელა ტრენდი გახდა მთელ სოფლიოში. Kims-ის ნინაო. ეს არის ფრანგი რეპერი, ხო? აი ქართული ჰიპ-ჰოპი ისე უნდა განვითარდეს, რომ ესე პირადი თვითმფრინავები ყავდეთ ქართულ რეპერებს და ესე ბალიშებზე მისი სახელი ეწეროს. TikTok-ზე სულ ეს სიმღერაა და ნახეთ რა მილიონი ნახვა და თან ტრენდია ძალიან დიდი. უკვე ნახეთ ეს ქართული ფორმით არიან. დახვეწა. ქართული ფორმით კი არა, ნახეთ რაცვია, ხო არ გადაო. ჩოხის თემატიკით არის შემოსილი. ესენი ქართველები არიან? ვაუ. ნახოთ YouTube-ზე რამდენი გამომწერი ყავს ამ ტიპს. ეს ტიპი არ ვიცი, პირველად ხედავ. 12 მილიონი გამომწერი ყავს. ამ სიმღერას ეს ბიჭი მღერის, ხო არ გადაო 11 წლის წინანდელი. Holy shit. ბელას შემდეგ არის ნინაო. ეს ყველაფერი ან რაღაცა კოლაბით მოხდა, ან შემთხვევით მოხდა. მაგრამ რა შეიძლება მოხდარიყო საქართველოსა და საფრანგეთს შორის. ისეთი რომ ესეთი ტრენდი შექმნილიყო კოლაბის იდეით. რა შეიძლება მოხდარიყო? I don't know.
24,000 ვიდეო დევს უკვე ამ სიმღერაზე და თითოს მილიონობით ნახვა. Oh my god. ეს ქალბატონი იყო 74 წლის ადამიანი, რომელიც შეუძლოდ გახდა მთაში სეირნობის დროს, მან გამოიძახა სასტრაფო და ეს ვერტფრენი მივიდა მის დასახმარებლად. აქამდე ყველაფერი კარგად მიდის, თუმცა აი როგორც ხედავთ, აი აქ დაიწყო ამ საკაცემ აწევის დროს ტრიალი და ვერანაირად ვერც ერთი ტექნიკით ვერ შეძლეს მათ, რომ სანამ გაფრინდებოდნენ ეს საკაცის ტრიალი რამენაირად შეეჩერებინათ. როგორც ხედავთ, რამდენჯერმე დაუშვეს, შემდეგ ისევ აწიეს და აი აქ ამაში ის 74 წლის ქალბატონი, რომელიც სეირნობისას შეუძლოდ გახდა. უკვე ისეთი სიჩქარით ტრიალებს, რომ ეს ქალბატონი შეუძლოდ გახდა, გონებაც დაკარგა. აუ, ქალისგან გოგლი-მოგლი გააკეთეს. მაინც გადაწყვიტეს მათ, რომ გაფრენილიყვნენ ამ საკაცით, რომელიც კიდია ამ ვერტფრენზე თელიზ ასე წაიყვანეს. და არანაირი დაზიანება კიდე ტრიალებს. ამ ოპერაციის შედეგად მას არ მიუღია. აი, არ მიუღია. ეგრე ახალგაზრდა ჯანმრთელი ადამიანი რო ატრიალო, ის ცუდად გახდება. არჩივთვის რომანი და აუცილებლად Google შემატკივრეთ რომანს. კიდე გურამ შაენიშთან ბრძოლა. მაგრამ მე ვახსევა UFC და ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ამ ხელა პოპულარობა მოიტანა. და სამჩვენი ბიჭების დამსახურება. ქართველობით სიამაყის საშუალებას რომ გვაძლევენ, ამდენად ძლიერები რომ ვართ, მაგრამ დასწობებს. აუ, ეს გააკეთა ილიამ და ალექსანდრემაც გააკეთა იქ ხონახეთ კიდე. ილია არის მოკრივე. და ბავშვი ადღეშია. რამდენიმე განზომილება გამოიარა. Country's flag is this? South Korea. Holy shit. კონკანი გაფრჩებული და ანუ სხვა სხვა ჩართეო. ეხლა გადასვლას აკეთებს, მოიცა კარგად ნახოს. მაგარი შეიყვანა. ესეთი კრეატიული ხმოვანები ასწავლებს. ამ ყველაფერზე ახსენდა რომ შემიძლია გირჩიოთ ერთი ძალიან კარგი ქართული YouTube არხი. ბებური ასათიანი. ახი რა ადამიანია და არხს ასე ქვია. ეს ბიჭი ძალიან წარმატებულია თავის სფეროში, Tomorrowland-ზე უკრავენ. კიდე ბევრი საინტერესო რეგალია აქვს და ესე ქართულ ენაზე ვიდეოში გვასწავლის როგორ უნდა შევქმნათ მუსიკა, ან კიდე მაგ სტილში ძალიან ბევრი საინტერესო რამე და მე მაგალითად არანაირი ცოდნა არ მაქვს მაგ სფეროში, მაგრამ როგორც ვიდეო თვითონ ძალიან საინტერესოა. იმის ნახავთ რომ როგორ იქნება ის მუსიკები, როცა რომელსაც ჩვენ ახლა უსმენთ. სხვათა შორის ადრე 5-6-7 წლის წინ იღებდა ეგეთ ვიდეოებს და ეხლა საინტერესო წარმატებებს რომ მიაღწია, ეხლა ისევ გააგრძელა ქართულად ვიდეოების დადება. ამიტომ მოდი YouTube-ზე კიდევ უფრო გავამხნელოთ და დაუსაბსკრაიბეთ. ნახეთ მის ბოლო ვიდეო. აღწერაში დაგიტოვებთ ლინკს. ფანტასტიკურმა ბასტომ გააკეთა კიდე არხი. აი, ნახეთ უკვე 2000-მდე გამომწერი ყავს. და ეს ვიდეო რო დადო, ეგრევე გაუვარდა 10000 ნახვამდეა ორ დღეში. ბასტოს სახლიც გამოიწერეთ. ბასტო მაგარია. სამი ყველაზე ძვირადღირებული სახლი საქართველოში. პირველ ადგილზე ყველაზე ძვირადღირებული სახლი მდებარეობს ასევე დიღმის კერძო დასახლებაში. 700 კვადრატული მეტრი, ხოლო ფასი 15 მილიონი დოლარი. დიღმის კერძო დასახლებაში რა სახლი უნდა იყოს? 15 მილიონი მოგირდის. ჰოლივუდში რო ბრედ პიტის მეზობლად იყიდო სახლი, ეგენი ის 4-5 მილიონი. მოძა ბილა რო იყიდო. დიღმის დასახლებაში რა ხდება ეგეთი? 15 მილიონი, ხო ძალიან ბევრია. 15 მილიონად სასტუმროს იყიდი 15 სართულიანს. ბევრი ვარსკვლავი გვაქვს. ოქროს უნიტაზი დგას თუ რა არის ეგეთი? ხე მოისხა პერანგი. აგერ ჩაკუჩი გალობს. პეპელა. შეშტი ჭამა სხვა საქართველოსა და ჩემი სიზმრები. რაღაც ჩელენჯს ვიღებთ რა. რაღაც იმ კუთხისთვის დამახასიათებელი სიტყვა გვინდა სპეციფიური რომ ვისწავლოთ. აი ხო, ამ შემთხვევაში ქუთაისის. ხო და ბაჩუ. ბაჩუ? ბაჩუს ეძახიან ყველა საყვარელ ადამიანს. ბაჩუ მოფერებითი სტილია. ეგ სხვასთან როგორ გამოვიყენოთ? ანუ ესე იგი, ვინმე სიტყვაზე ვთქვა და ვინმე რომ მოდიოდეს და ბაჩუ სიგარეტი ხო არა გაქო. ანუ ნორმალურია. არავინ არ გვცემს მაგის გამო. ნორმალურია. всё, ეგ არის მაშინ. ეგ არის. მადლობა დიდი. კარგად. ბაჩუ ვერ გავარკვიეთ, ანუ მისაღებია თუ არა. ხერო. მომისმინე, ბაჩუ არ გინდა. ბაჩუ არ გამიგია არასდროს ქუთაისში. ახალი ჯენზიური ქუთაისურია, ბაჩუ არ მგონია საერთოდ ქუთაისური იყოს. ქუთაისური არის ბიჯო, სიმონო. სიმონ კარგი სიტყვაა სხვათა შორის. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე და ბაჩუ არ გამიგია. არც ქუთეისი კიდე. ქუთეისი საერთოდ საშინელებაა. ვინც ქუთაისელი არ არის, იმათ გონიათ რომ ქუთაისლები ქუთაის ეძახიან ქუთეის.
მე ვიცი ალბათ. კიდე ძალიან საინტერესოა ქუთაისელის პაროდიას რო აკეთებენ. ანუ ვინც ქუთაისელი არ არის და ცდილობს ქუთაისური აქცენტით ილაპარაკოს, არავის არ გამოსდის, ანუ ვინც მართლა არ დაიბადა და გაიზარდა ქუთაისში. ქუთაისი არ თქვათ. ქუთაისი არის red flag. მე ვიჩევ შენ და ფიქრებს. ერთად ვიზრდებოდით და მარტო მე გავიზარდე. ემილი მზადო TikTok-ზე ვიდეო და hate კომენტარებს პასუხობს. ემილი, არ უპასუხო არც ერთ კომენტარს, განსაკუთრებით TikTok-ზე და განსაკუთრებით hate კომენტარს. მხოლოდ უნდა უპასუხო ისეთ კომენტარს, რომელიც პოზიტიურია და რაც გულზე მოხვდება და რაც მოგინდება რომ უპასუხო, მაგრამ hate კომენტარზე პასუხი ნიშნავს hate კომენტარების გამრავლებას, მეც არაფერს. ისე აკეთე, რასაც აკეთებ, რომ კომენტარებს არ უპასუხო. AI learns to drive for 1 minute, 10 minutes, and 1 hour. ნახეთ, ეს არის კარგი ვიდეო, რომ წარმოიდგინოთ, როგორ სწავლობს AI რამეს. ნახეთ, AI-ს აქვს დავალება, რომ აქედან მაგალითად ხა დაიწყოს რბოლა და ესე წრე დაარტყას და მოვიდეს. მაგრამ AI-მ არ იცის რა არის რბოლა და ისე როგორც არ იცის არაფერი. ესე უხეშად რომ ვთქვათ. აქ უბრალოდ მიზანი, ანუ დავალება, რომ მოვიდეს ფინიში რაც შეიძლება სწრაფად, ხო? აქედან ხა ეს მანქანა რომ მიდის და აქ ეტაკება, ეს მის მიზანს ხელს უშლის, რადგან დაეტაკა. ამიტომ ცდის ძალიან ბევრ ვარიანტს, რომ ამ ადგილს არ დაეტაგოს. ანუ ეს მაგალითი გაიარა. შემდეგ აქედაგება. შემდეგ 1000 ვარიანტიდან ირჩევს, რომელიც ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. შემდეგ იმას აკოპირებს და იქიდან კიდე ცდილობს 1000. და ისე ნელა გაივლის. ერთმა ყველას აჯობა. ეხლა ამ ერთ საუკეთესო ვერსიას დააკოპირებს და იქამდე სულ მოვა. და იქიდან კიდე ესე გააგრძელებს. აი ხა კარგად მოვიდა. აი ესე საათობის შემდეგ დადებს საუკეთესო შედეგს როგორ უნდა იმოძრაოს ისე სადრამდენი გრადუსით მოუყიოს რომ ფინიშამდე მოვიდეს იდეალურად. იმას თუ რამდენად სწრაფად ამოხსნის ამ ამოცანას დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ძლიერია თვითონ AI და თვითონ ის hardware-ი რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. შეიძლება ზოგი მომდეს 1 საათში, ზოგი 1 დღეში, ზოგი 1 კვირაში და ზოგი 1 წუთში ან რამდენიმე წამში. აქ თავიდან რო იწყებს უკანაც მოდის. ნახეთ ყველა მიმართულებას ცდილობს. იმიტომ რომ თვითონ რბოლის შინაარსი არ ესმის. უბრალოდ შედეგზეა ორიენტირებული. ახლა ეს ყველაფერი თუ გაიგეთ, ახლა უკვე შეგიძლიათ გაიგოთ რა არის კვანტური კომპიუტერი. თუ ჩვეულებრივი AI ვითარდება იმით, რომ აი ასე მილიონობით ვერსიას ცდის და საუკეთესოს უბრალოდ არჩევს, დროთა განმავლობაში და ხვედს ამ ყველაფერს. კვანტური კომპიუტერი ამ ყველაფერს აკეთებს ერთად. აი აქედან სტარტზე რო დგას, რამდენი ვერსიას არ უნდა არსებობდეს აქედან წასვლის და ფინიშამდე მოსვლის საუკეთესო დრო რაც იქნება. ეგ შეუძლია გამოთვალოს ერთად. ყველა. ესე კი არ წავიდეს და კი არ ისწავლოს. აქ რო დგას, ყველა ერთად გააკეთოს, ყველა პოტენციური ვარიანტი. და იმ ყველა პოტენციური ვარიანტიდან უცებ დააფიქსიროს ის, რომელიც ყველაზე ეფექტური იყო და აირჩიოს. ამიტომ კვანტურმა კომპიუტერმა ახლა ეს ტესტი რომ გააკეთოს, რაც ამ ვიდეოში ჩანს. როგორც კი სტარტს დააწვევი, იმ წამსვე საუკეთესო პასუხი იქნება აქ. მეგონი ამასობაში გამოვხიზლდი და ვიდეო დამილაიქეთ და კიდე გადავიდეთ რამე ვიდეოს. მერე